Nამდვილად მე ვიყავი შაბათს მასთან შეხვედრაზე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე არის სამწუხაროდ მისი მდგომარეობა, ჩვენ ხედავთ, რომ ის ყოველდღიურად სუსტდება, მას აქვს ძალიან სერიოზული კლება წონაში და უკვე ექიმების და ყველა სპეციალისტი, ვინც იცნობს ამ საკითხს, ერთხმად ამტკიცებს, რომ ამ ასეთ ხანგრძლივი შიმშილობის შემდგომ ძალიან დიდი არის იმის საშიშროება, რომ მას სერიოზული პრობლემები შეექმნას, ამიტომ მის სიცოცხლეზე ჯანმრთელობას ამ წუთებში ყოველსაათობრივად ექნება უდიდესი საფრთხე და შესაძლებელი არის ძალიან მძიმე შედეგი დადგეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს იმ ორგანოებმა, რომელსაც ეს ევალებათ და ყურადღება მიაქციონ მის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ დე-ფაქტო მთავრობას, მოქმედ ხელისუფლებას, რომლებმაც უკანონოდ დაატუსაღეს ეს პატრიოტი ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის იბრძოდა, ქართული კულტურის განვითარებისთვის იბრძოდა და ის დევნილი არის უკვე ორ ქვეყანაში. მას საფრთხე ემუქრება, იცით თქვენ უნდათ რომ გააძევონ თურქეთში, მას საფრთხე ემუქრება თურქეთში, შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, უბრალოდ გახდება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და უკვე საქართველოშიც მას აღარ აჩერებენ და ეს არის უმძიმესი დანაშაული ამ ადამიანის წინაშე და პრაქტიკულად მათ ჩააგდეს უდიდეს საფრთხეში მისი სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ის აგრძელებს ამ ეტაპისთვის შიმშილობას, არ წყვეტს და იბრძვის ბოლომდე უსამართლობისთვის, იმიტომ რომ თემურ ქათამაძის წინაპრები და თემურ ქათამაძე ორჯერ გახდნენ რუსული რეჟიმის მსხვერპლი. პირველად ისინი გახდნენ რუსული რეჟიმის მსხვერპლი, როდესაც რუსეთის იმპერიამ 150 წლის წინ აიძულა მისი წინაპრები, აყრილიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან და გადასულიყვნენ თურქეთში და მეორედ ის გახდა რუსული რეჟიმის მსხვერპლი, როდესაც დააბრუნდა საქართველოში მრავალწლიანი აქ ცხოვრების და ქართული საქმისადმი მსახურების მიუხედავად მას არ აძლევენ უკანონოდ მოქალაქეობას, მაგრამ რამდენჯერმე სცადა მოქალაქეობის მიღება და დღეს პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ამ პატრიოტი სისხლით ხორცამდე ქართველისთვის მიეცათ მოქალაქეობა, ის დატუსაღებული ყავთ საიმიგრაციო იზოლატორში და მას გაძევებას უპირებენ ამ ქვეყნიდან. თემურ ქათამაძემ აბსოლუტურად თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მისი გულშემატკივარი არის და თითოეულ თანამებრძოლს გადასცა ძალიან დიდი მოკითხვა და მადლობა განსაკუთრებით სტუდენტებს და მინდა გითხრათ, რომ როდესაც შევხვდი მას შაბათს, მან ცხენლიც კი ვერ შეიკავა, იმდენად ემოციური იყო მისთვის ამ ახალგაზრდების ხილვა, მათ შორის მის ხარდასაჭერად მისული ახალგაზრდების, რომლებმაც იზოლატორთან გამართეს აქცია და ის ძალიან აფასებს ამ ხარდაჭერას, ამავდროულად ის აგრძელებს ბოლომდე ბრძოლას ამ უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. მინდა გითხრათ, რომ მან აღნიშნა, რომ უკვე ძალიან დაუძლურებული არის და შეიძლება რამდენიმე დღეში მარტო დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი ვეღარ შეძლოს, იმდენად დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მესმის რა გამოსავალია აქედან სამედიცინო მეთვალყურეობას რაც შეეხება, ამაზე რას გვეტყვით და ორ კვირაშია მისი სასამართლო პროცესი, იმ შიმშილობის იმ დღეებიდან გამომდინარე, რაც ის შიმშილობს, თქვენ ამბობთ, რომ რამდენიმე დღემაც შეიძლება გადაწყვიტოს მისი ჯანმრთელობის შედეგები. არა, უკვე დღეებით აღარ იზომება სამწუხაროდ 46 დღეზე მეტი არის, რაც მიმდინარეობს ეს საპროტესტო შიმშილობა. ახლა მინდა გითხრათ, რომ ყოველ საათობრივად მძიმდება მისი მდგომარეობა და აუცილებელი არის მას კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო, რომ ის აუცილებლად გადავიდეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მე ვთხოვე ძალიან მას, როდესაც ვიყავი მასთან იზოლატორში და იმედი მაქვს, რომ ის გაითვალისწინებს მისი გულშემატკივრების, მის თანამებრძოლების ამ რჩევასა და ამ თხოვნას. კი, ნამდვილად ძალიან მძიმდება ეს მდგომარეობა და ამავდროულად ის აცხადებს, რომ არის ფსიქოლოგიური ტერორის და ზეწოლის მსხვერპლი, იმიტომ რომ მართლაც თქვენ ხვდებით, რომ ის ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ხელისუფლებას, მათ შორის ამ საპროტესტო უპრეცედენტო ხანგრძლივობის შიმშილობით და მისი თავიდან კი ნამდვილად ადამიანის სიცოცხლე არ არის პრიორიტეტი. ეს სამწუხაროდ გამოჩნდა ამ ბოლო მოვლენების დროს, როდესაც სახელმწიფოს არ ჰქონდა პასუხი მათ შორის ამ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით და დაგვიანებული რეაქცია და მართლა მადლობა უნდა გადაუხადოთ თითოეულ იმ მოხალისეს, რომლებმაც დღეების განმავლობაში შეძლეს ემუშავა
დაუახლოვათ ამ დაზარალებულ რეგიონებში და მათ გაეკეთებინათ ძალიან დიდი საქმე და ეს პატრიოტი ახალგაზრდები განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. დიახ, თემურ ქათამაძის შემთხვევაში, თემურ ქათამაძის შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა მას სოლიდარობა გამოვუცხადო, თავისუფლება თემურ ქათამაძეს, თავისუფლება ასევე ჩვენს თანაქალაქებს ზიამაღლობელს და ყველა პოლიტიკურ ტყვეს და პატიმრს, რომელიც ხელისუფლებამ აიყვანა მძევლად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ასევე მინდა გითხრათ, რომ თემურ ქათამაძეს არ აქვს იმედი, რა თქმა უნდა, და გაიგრძელება ქართული მოსახლეობის იმედი არ აქვს. მას მიმართული აქვს მათ შორის გერმანიის საელჩოსთვის და იმედი მაქვს, რომ გერმანიის საელჩო პოლიტიკურ თავშესაფარზე უახლოეს დღეებში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას.